საათის დახატვის ტესტი. Clock training test. ეს არის მოკლე სკრინინგ ტესტი, რომელიც ხშირად გამოიყენება დემენციისა და კოგნიტური დარღვევების საწყისი შეფასებისთვის. პაციენტს ეძლევა ცარიელი ფურცელი და კარნახობენ, მაგალითად, დახატეთ საათი და ჩაწერეთ ყველა ციფრი. აჩვენეთ დრო 9 საათი და 15 წუთი. ამ ტესტით მოწმდება ვიზუალური სივრცითი აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება, დაგეგმვისა და აღმსრულებელი ფუნქციები. ეს ტესტი, რა თქმა უნდა, დიაგნოზი არ არის, არამედ სკრინინგ ინსტრუმენტი და ყოველთვის უნდა შეფასდეს სხვა კოგნიტურ ტესტებთან ერთად, როგორიცაა MMSE, MOCA და ასე შემდეგ. რა საკვირდება შეფასება? არის თუ არა წრე სწორად დახატული. ყველა ციფრები არიან თუ არა ადგილზე 1-დან 12-ის ჩათვლით. ციფრების სწორი თანმიმდევრობა. ისრები სწორად აჩვენებენ თუ არა მითითებულ დროს. არის თუ არა გადახრა, გამოტოვება ან არასწორი განლაგება. ტესტის არასწორად შესრულების შემთხვევაში პირდაპირ დიაგნოზის დასმა დაუშვებელია. არამედ კლინიკურ ინტერვიუსა და სამედიცინო ისტორიასთან ერთად ტესტის საეჭვო შედეგი უნდა ეჩვენოს ნევროლოგს. ნევროლოგის შეფასებით კი მოხდეს თავის ტვინის რადიომაგნიტური შეფასება, იგივე MRI. თუ სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაუშვებელია MRI-ის ჩატარება, უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, იგივე CT და მისი საშუალებით გამოირიცხოს არის თუ არა დემენცია. ხოლო თუ კონკრეტულად დემენციის რომელ ქვე კატეგორიასთან გვაქვს საქმე, უნდა მოხდეს ცალკეული შეფასება.